საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორესი ყოვლად სამღვდელო მღვდელმთავარნო მოძღვარნო დიაკონნო ბერმონაზონნო ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ ცხოვრებნო თანამემამულენო. ამიერიდან უცხონი კი აღარა ხართ, არამედ წმინდათა თანამოქალაქენი და ღმერთის სახლეულნი. ათასწლოვანი მოლოდინი კაცთა მოდგმის ხსნისა დასრულდა. აღსრულდა მრავალ თაობათა ნატრა იშვა იესო. 20 საუკუნის წინ აღმოფწყინებული ბეთლემის ვარსკვლავი დღეს კვლავ ამცნობს სამყაროს ენით მიუწვდომელ საიდუმლოს ღვთის განხორციელებისა, სასწაულს, რომელსაც ვერასოდეს ჩაწვდება ადამიანური გონება, საოცრებას, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდა თვით ანგელოზთა დასიც. თითქმის არ არის არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ქრისტიანული ოჯახი, რომ არ ხარობდეს ამ დღის დადგომით. მაგრამ ფაქტია, რომ ბევრისთვის უცნობია ასეთი განწყობის ნამდვილი მიზეზი და ისიც, თუ რას ავალდებულებს ეს დღე ყოველ ადამიანს. უმრავლესობა ვერ გვიპასუხებს, მაინც რა მიზნით მიიღო კაცობრივი ბუნება უფალმა, რა საჭირო იყო ეს, რა შეიცვალა მისი მოსვლით დედამიწაზე. ამის გაგება ზოგიერთს არც კი აინტერესებს, მათთვის ისიც საკმარისია, რომ კარგი განწყობისა და მხიარულების რაღაც მიზეზი აქვთ და იყოს ეს ქრისტეს შობა, არსობრივ მნიშვნელობას ამას არც ანიჭებენ. მათ კი, რომელნიც ნაკლებად გათვითცნობიერებულნი არიან სარწმუნოებაში, მაგრამ ცოდნის შეძენის სურვილი აქვთ, კიდევ ერთხელ შევახსენებთ წმინდა წერილს. ადამის შემოქმედა ხატად და მსგავსათვისაც შექმნა და სამოთხეში ნეტარი ცხოვრება უბოძა, მაგრამ სამყაროს გვირგვინა და განდეგილად დადგენილი ადამიანი თავისი ნებით, ამპარტავნებითა და უპასუხისმგებლო ქცევით ღმერთს განუდგა და მასტურის მონობაში აღმოჩნდა. ამასთან ერთად დაეცა მიწიერი სამყაროც, რომელიც მას ექვემდებარებოდა. ღვთის მადლით აღსილი ჰარმონია, წმინდა მაქსიმი აღმსარებლის სიტყვებით რომ თქვათ, ეშმაკის ტირანიით გამსჭვალულმა სიძულვილმა და ურთიერთდაპირისპირებამ შეცვალა. ეს მდგომარეობა აისახა როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობებში, ისე ცხოველთა, მცენარეთა და საერთოდ მთელი ბუნების არსებობის წესში. ყველაფერი დაექვემდებარა პრინციპს ბრძოლა არსებობისათვის, ასე რომ ღმერთსა და ადამიანს შორის გადაულახავი უსწრული გაჩნდა. ადამმა და ევამ და მათმა შთამომავლებმა დაკარგეს სულიწმინდის მადლი, რითაც შემოქმედთან კავშირი ხორციელდებოდა და რაც ღმერთთან მათი მსგავსების განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი იყო. ამ მადლს მოკლებულნი მოაკლდნენ სწორ აზროვნებასა და ქმედებასაც, ცოდვას ცოდვა მიუმატეს და საკუთარ თავს მარადიული სიკვდილი განუმზადეს. ამ რეალობის შეცვლის შესაძლებლობა კი აღარ არსებობდა, რადგან კაცთა ხსნა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეეძლო, რომელიც უცოდველი იყო და ხელ ეწიფებოდა სხვათა სიმძიმე ეტვირთა. ისეთი კი ამ ქვეყნად არ მოიპოვებოდა, რადგან პირველქმნილი ცოდვა ყველას მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ამას კიდევ ცალკეული ადამიანის პირადი ცოდვებიც ემატებოდა. ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედმა და გამგებელმა ცანი მოდრიკნა, ადამიანური ბუნება მიიღო და ჩვენი ხსნისათვის დავითის ქალაქში, ბეთლემში იშვა. იქ, ბაგაში,
სიცივეშა და სიცივეცა და სიმწარეში დაიბადა ახალი ადამი. იესო, რათა ამ პარტავნები დაცემული ძველი ადამის ცოდვა გამოესყიდა. მართალთა სულები ჯოჯოხეთიდან ეხსნა და ღმერთთან კავშირი აღედგინა. აი ეს არის ჩვენი დიდი სიხარულის მიზეზი, სათავე ედით გამოუთქმელი ბედნიერებისა. სხვა რა უნდა შეადარო ამ დღეს სიდიადეს. როგორ ხორციელდება პირველთველ ჰარმონიასთან ჩვენი დაბრუნება, პირველ რიგში ქრისტიანულ ნათლისღებით. ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმინდისა ამინ. ამბობს საიდუმლო სასრულებისას მოძღვარი და 7 ჯერ სხებს მირონს მას, ვინც ინათლება, რითაც ადამიანს ენიჭება სულიწმინდის მადლი და ეძლევა გამხტობისა და ნეტარი მარადიულობის დამკვიდრების შესაძლებლობა. ამ მიუწვდომელი წყალობის გამო გაოცებული წმინდა მამები საუკუნეთა მანძილზე გულწრფელად კითხულობდნენ, რა იარს კაცი, რამე თუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამე თუ მოხედავ მას. ჩვენი ხსნისათვის მაცხოვრის თავგანწირვა უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ამ ეპისტოლეში სწორედ აღნიშნულ გზნობაზე მინდა განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება. ეს თვისება ადამიანში ასაკთან ერთად ვითარდება. ამასთან რამდენადაც მაღალსულიერ საფეხურზე იმყოფება, ესა თუ ის პიროვნება, მით მეტად არის მასში ეს განცდა. პავლე მოციქული ამბობს, როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ფიქრობდი, როგორც ყრმა, ვსჯელობდი, როგორც ყრმა, ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვახციე ყოველივე ყრმობის დროინდელს. ჩვენს გმართებს ყრმობიდან გამოსვლა, ანუ სულიერი გაზრდა და გაცნობიერება ჩვენი პასუხისმგებლობისა, უპირველეს ყოვლისა შემოქმედის, უფლის, სამშობლოს და მოყვასის წინაშე. პასუხისმგებლობისა როგორც ცოცხლების, ისე გარდაცვლილების მიმართ, რაც გულისხმობს ჩვენს ვალდებულებებს მშობლებთან, ოჯახთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან მიმართებაში, ასევე სამსახურეობრივ პასუხისმგებლობას. ჩვენი წინაპრები თავიანთ შვილებს ბავშვობიდან უღვივებდნენ ამ გრძნობას, ამიტომაც იყო ჩვენი ერი ძლიერი. მიუხედავად განუწყვეტელი ომებისა, იგი იბრძოდა კიდეც და ამასთან დაუღალავად შრომობდა და ქმნიდა. რწმენისა და მამული დასაცავად საჭიროების შემთხვევაში ქუდზე კაცი გამოდიოდა. საერთოდ კი ოჯახში, სოფელსა თუ თემში ყველას თავისი პასუხისმგებლობა ჰქონდა. მეფე ზრუნავდა მთელს ერზე, თავადაზნაურობა პატრონობდა და ხმლით ისავდა თავის ტერიტორიაზე მცხოვრებთ. ეკლესია ანათლებდა და სულიერად ამტკიცებდა ერს. გლეხები ქმნიდნენ დოვლას, ყველანი ერთად კი შეადგენდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიან, თლიან, ცოცხალ ორგანიზმს, სადაც თითოეული თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ემსახურებოდა ღმერთს და ქვეყანას. რომელიმე მათგანი დაძაბუნება იწვევდა ყოველას დასუსტებას, რაც კი ხშირად სიცოცხლის განწირვას მოითხოვდა. ზოგჯერ მეფის ან სასულიერო პირის თავდადება იყო საკმარისი, მაგალითად წმინდა დემეტრე მეფე, წმინდა ევდემონ კათალიკოსი, ზოგჯერ კი მთელი ერის, მაგალითად 100,000 მოწამის თავისუფლება და პასუხისმგებლობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. ვინც თავისუფლებას კარგავს, მონდომ მდგომარეობაში ვარდება და პასუხისმგებლობის განცდად უქვეითდება. გავიხსენოთ რა მოხდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ საქართველოში. მთელი ეს ჰარმონიული სისტემა მოიშალა. მეფის ხელისუფლება და ეკლესიის დამოუკიდებლობა გაუქმდა. ძალაუფლება უცხო ძალის ხელში გადავიდა, რის შედეგადაც თავადაზნაურობა უგულო ბატონად იქცა. ყოველივე ეს კი მთელი სიმწვავით გლეხკაცობაზე აისახა. ქართველმა კაცმა მისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი კარდინალურად შეცვალა. საერო საზრუნავის ადგილი პირადულმა დაიკავა. სამშობლოზე ფიქრის ნაცვლად მისი გონება მხოლოდ საკუთარ კარმიდამოზე და ოჯახზე ზრუნვა მოიცვა. დიდმა ილიამ ეს პრობლემა ცნობილი ლექსით ბედნიერი ერი ნათლად დაგვანახა. ერის უპასუხისმგებლო მდგომარეობა მიგიყვანა იქამდე, რომ 1918 წელს წმინდა ელია მართლის ეროვნული გზის ნაცვლად ხალხმა უცხო ქვეყნის ათეისტური პარტია არჩია.
შემდეგ კი კიდევ უფრო სამწუხარო შედეგმაც არ დააყოვნა და მოკლე ხანში ქვეყანა კომუნისტური იმპერიის ნაწილი გახდა. უფალი მართალია სამართლიანია, მაგრამ ამავე დროს მოწყალეც, რომელიც არა ცოდვათა ჩვენთან არ მოგვაგებს, არამედ ჩვენი გამოსწორებისათვის გვწვრთნის იმის გათვალისწინებით, თუ რამდენის დატევა შეგვიძლია. ამიტომაც რამ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, გაცილებით უკეთესად ვართ, ვიდრე ვიმსახურებთ და მრავალჭირ გამოვლილი წმინდა იოანე ოქროპირის მსგავსად მუდამ მადლობას უნდა ვწირავდეთ ღმერთს ყველაფრისათვის. და თუ გსურს მდგომარეობის გამოსწორება, უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წირი პასუხისმგებლობა და უფლის წყალობა ამით მოვიპოვოთ. ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენით კი ვერაფერს გავხდებით. საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობა დამღუპელი იყო და იქნება ყოველთვის. სამწუხაროდ, თითოეულ ჩვენთაგანს დღესაც გვაკლია პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენ გულგრილი ქრისტიანები ვართ, ნელთბილნი და ამიტომაც დიდ შეცდომებს ვუშვებთ. ჩვენში მძლავრობს ეგოისტური ზრახვები და მეს პრინციპი, რაც ჭეშმარიტ ღირებულებათა დამანგრეველია. ჩვენი სულიერი სისუსტის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ დღესასწაულებს ფაქტიურად მიწიერი გრძნობებით ვეგებებით და რეალური განცდა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობისა არ აგვაქვს. რომ ჩვენს გარშემო ვამჩნევთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს ან გვძულს, სხვა უბრალო ხალხი კი ყურადღების მიღმა ხრჩება, ღვთის წინაშე კი დიდი და მცირე არ არსებობს. რომ ცოდვა აღარ გვაშფოთებს და მისი სიმძიმის განცდაც აღარ გვაქვს. რომ თითქმის გაჭყვეტილი გვაქვს კავშირი ბუნებასთან, მისგან მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულებას ვიჩენთ და ჩვენი უპასუხისმგებლო ქცევით ვანადგურებთ მას სიკეთით. ჩვენი დანაშაულია ისიც, რომ კარგად არ ვიცნობთ ჩვენ წარსულს, ჩვენს ისტორიას, არამედ მისი ცოდნა გვეხმარება, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, საკუთარი თავი შევიცნოთ და სიცოცხლის აზრიც კარგად გავაცნობიეროთ. არაერთხელ მithქვამს ისიც, რომ დღეს ინფორმაციული ომის ჟამი დგას, კალმით, ანუ სიტყვით ბრძოლის დრო, მასთან შეჭიდება კი გონიერმა, ცოდნე და ამასთან ღვთისმოყვარე ადამიანებმა უნდა იტვირთონ. უნდა შეძლოთ ყალბი იდეალების ბატონობის ჩვენს ხანაში გავხდეთ უფრო მობილიზებულნი, სულიერად უფრო მტკიცენი და ძლიერნი, რათა გავიმარჯვოთ. განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს და ვთხოვო, გაუძელით ინფორმაციულ შემოტევას, რომელიც ნიაღვარივით მოედინება მასმედიიდან და ცდილობს სრულღირებულებების გავლენის ქვეშ მოგაქციოთ. არ გახდეთ თანაზიარნი ფსევდოკულტურისა, რომელიც ამახინჯებს სიქიკას, აუხეშებს გრძნობებს და ფიტავს შინაგან სამყაროს. შეიყვარეთ წიგნი, ისწავლეთ ღრმა აზროვნება, ისწავლეთ ღმერთის შიში და სიყვარული, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ერთგული მეციხოვნენი გავხდეთ. დრო მცირე გვაქვს და არ უნდა აღმოჩნდეთ იმ ხუთი ქალწულის მდგომარეობაში, რომელთა კანდელსაც უფლის მოსვლისას საკმარისი ზეთი არ აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ მორწმუნენი და უფლის მომლოდინენი, განდევნილ იქნენ ღვთის სასუფევლიდან. ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ეს მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს შეუძლიათ. ანუ მათ, რომლებიც საკუთარ ნებას გააზრებულად უმორჩილებენ ღვთის ნებას და ამ ქვეყნიურ სასტურთა წინააღმდეგ ბრძოლას არ უშინდებიან. ყოველი ადამიანი უპირველეს ყოვლისა სწორედ ისეთი პიროვნება უნდა იყოს, თავისუფალი და სულიერად ძლიერი, რათა ერს ხერხემლად ექცეს. ასეთი ადამიანების აღზრდის საქმეში ეკლესიას დიდი როლი აკისრია. საერთოდ ეკლესია ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას. იგი გამორჩეული ინსტიტუცია იმითაც, რომ ინარჩუნებს საუკეთესო ტრადიციებს და აქვს რა უცვალებელი რჯული და მოძღვრება ყველა ეპოქაში მოწმობს ჭეშმარიტების შესახებ. გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოს მიუახლოვდა ადამიანთა თანასწორობის შესახებ ღირებულებათა იმ სტანდარტებს და ფასეულობებს, რასაც ეკლესია 20 საუკუნის წინ ქადაგებდა მონათმფლობელობისა და ფეოდალიზმის პერიოდში. ძალმომრეობისა და დაუნდობლობის ხანაში
ქრისტეს სახარება მოუწოდებდა ხალხს თანასწორობისაკენ. ყოველი ქრისტიანის ცხოვრება აბსოლუტურად თავისუფალია და ეკლესიის წევრები მხოლოდ მის თავისუფალ ნებაზეა დაფუძნებული. თითოეული მრევლის წევრი მხოლოდ საკუთარი სინდისით არის დაკავშირებული მოზღვართან და ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოც სინანულისა მხოლოდ მის პირად პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ადამიანი დამოუკიდებლად წყვეტს რა სიტყვის სახსარებაში და იმასაც, რამდენად იქნება ეს ნათქვამი სინანულით გაჯერებული. სრული თავისუფლებით მოქმედი და ამავე დროს ჭეშმარიტი სინანულით გამსჭოლული პიროვნება იღებს სულიწმინდის მადლს, რომელიც ცვლის მის სულიერ და ყოფიერ სამყაროს და მას ღვთისადნოს შვილად აღწევს. შემდეგ კი უკვე იგი თვითონ ხდება გზის მაჩვენებელი სხვათათვის. ამაზე წერდა წმინდა სერაფიმე საროველი: "ხვეჭე სულიწმინდის მადლი და შენს გარშემო ათასები ცხონდებიანო." თითოეული ჩვენგანი ვალდებულია მოიპოვოს სულის სიღრმეში დამალული უფლისგან ბოძებული ეს საჩუქარი. ვალდებულია აღორძინოს იგი, რათა ღირსეულად აღასრულოს თავისი ვალი ამ წუთის სოფელში და შემდეგ ჩვენ დიდებულ წინაპართა მსგავსად ზეცის მოქალაქეობა მოიპოვოს. შორეული ქვეყნიდან ახალშობილი იესო ქრისტეს თაყვანისაცემად მიდიან აღმოსავლელნი მოგვნი, მიდიან მწყემსნიც, თავისი გულწრფელობით, ანგელოზთა გალობის მსმენნი. მას წავიდეთ ჩვენც, რათა ვიხილოთ ბაგასამწოლი იესოს დიდებულება და აღარასოდეს გამშორდეთ, რადგან საუკუნო სიცოცხლის სიტყვები მას აქვს მხოლოდ. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ჩემო სულიერო შვილებო, ჩემო ნათლულებო, ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, ასირიელნო, იეზიდნო და ქურთნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, უკრაინელნო და უდინნო, ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. უფალმა მოგანიჭოთ მადლი სულისა წმინდისა, რათა იხაროთ ორსავ სოფელსა შინა. ამინ. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, შობა ქრისტესი, თბილისი, 2013 წელი.